პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები პატრიციულ მინისტრებს, დეპუტატებს, მივესალმები მოწვეულ სტუმრებს. დღეს პატივი გვაქვს წარმოგიდგინოთ ანტიკორუფციული ბიუროს პირველი 2023 წლის საანგარიშო ანგარიში. ვიდრე ანგარიშზე გადავალ, მე სიტყვა მინდა ვთხოვო პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. ვთხოვთ ბატონ პრემიერო. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, მინისტრებს, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელებს, მივესალმები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ქალაქ თბილისის მერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ძალიან წარმომადგენლობით საზოგადოება არის დღეს შეკრებილი დღევანდელ პრეზენტაციაზე, რაც იმის დამადასტურებელია, რომ როგორც ხელისუფლება, ისევე ჩვენი პარტნიორები ძალიან დიდი ყურადღებით ეკიდებიან კორუფციასთან ბრძოლას. ეს არის რეალურად ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვა არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა გასული პერიოდის განმავლობაში. ჩვენ მათ შორის შევახსენებთ, რომ მთავრობაში მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა განკარგულების გამოქვეყნების თაობაზე, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. ასევე არაერთი კარგი მაგალითი აჩვენეთ იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ჩართული საზოგადოება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რა თქმა უნდა, ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მომავალშიც საქმიანობას. ჩვენ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით გვაქვს კარგი მონაცემები, რასაც ყველაზე კარგად ადასტურებს საერთაშორისო რეიტინგები და მე რამდენიმე მაჩვენებელი მინდა მოვიყვანო ამის დასადასტურებლად. კორუფციის კონტროლის რეიტინგის მიხედვით საქართველოს 100%-იან სკალაში 73% მიიღო. ამ ინდექსით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 ქვეყანას, ხოლო კავკასიასა და შავიზღვისპირეთში იკავებს პირველ ადგილს. მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველოს დაწინაურდა და მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა. საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრ 8 სახელმწიფოს არ ჩამოთვლიან ქვეყნებს. Global Risk Profiles გლობალური კორუფციის ინდექსში საქართველოს კორუფციის დაბალი დონის სტატუსი მიიღო და რეგიონში არის ლიდერი. კეთილსინდისიერების გლობალურ რეიტინგში საქართველოს კორუფციის კონტროლის ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა 10-ბალიანი სისტემით 7.56 მიასადი ქულა მიიღო და 29 ადგილზე დაწინაურდა. კორუფციული გადაწყვეტილებებისგან სასამართლოს თავისუფლების ინდექსში საქართველოს მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, რეგიონში არის უპირობო ლიდერი. მართლმსაჯულებაში ხელისუფლების შრაებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველოს მსოფლიოში 27, ევროპაში კი მე-9 ადგილი დაიკავა. უზენაეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით საქართველოს დადებითი მოდელური ნიშნიჭებას და რეგიონში ლიდერობს და ევროკავშირის წევრ 3 და ნატოს წევრ 6 ქვეყანას უსწრებს. მთავრობის კეთილსინდისიერების ინდექსით საქართველოს მსოფლიოს საუკეთესო 40 და ევროპის საუკეთესო 20 ქვეყანას შორის დასახელდა და ბოლოს მეკვდამეობის შემთხვევების სიმცირით საქართველოს მსოფლიოში მე-13 ადგილზე, ხოლო ევროპის საუკეთესო 10-აშია. სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში არის საუკეთესო. ეს არის ის შედეგები, რომლებიც გვაძლევს, რა თქმა უნდა, კმაყოფილების საფუძველს, თუმცა ჩვენ ამ შედეგებით, ამ მიღწევებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ჩემი საპარლამენტო გამოსვლის დროს მე გამოვხატე ჩვენი ამბიციური ამოცანა, რომ გსურს ევროპის საუკეთესო 3-ში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არის საკმაოდ ამბიციური მიზანი, თუმცა სათანადო პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში და ეს პოლიტიკური ნება არსებობს, ეს მიზანი არის სავსებით მიღწევადი და ამისათვის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება. რა თქმა უნდა, ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი აგესრია. მე მინდა მოგილოცოთ 1 წლის იუბილე, ამ 1 წლის განმავლობაში უკვე ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ ბიურო სათანადოდ განეხორციელებინა საკუთარი უფლებამოსილეები. ანტიკორუფციული ბიურო აღიჭურვა სათანადო როგორც სამართლებრივი, ისე ინსტიტუციური გარანტიებით, რაც მას კორუფციასთან ეფექტიანი ბრძოლის შესაძლებლობას ანიჭებს. ამასთან ბიუროს მუდმივი გაძლიერება დარჩება, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად. ამ მიზნით ახლაც ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს პარლამენტში და მომავალშიც, რა თქმა უნდა, მთელი ყურადღებით
მიუდგებით ამ მნიშვნელოვან ამოცანას, რასაც ქვია ბიუროს შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება. მე პირადად ჩემი სახელით და საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა დაუდასტურო ანტიკორუფციულ ბიუროს ჩვენი თანადგომა, ჩვენი მხარდაჭერა. დარწმუნებულია, რომ ბიუროს საქმიანობა ჩვენი ამბიციური მიზნების მიღწევაში ძალიან დაგვეხმარება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიურო ამ მიზნის მიღწევაში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ანტიკორუფციული ბიურო წლიურ ანგარიშს